ასეთი იყო დღის მთავარი თემები, მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, ეთერს კი უკვე სტუმართან ერთად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განაგზავნებს. სამშვიდობისა, მადლობა თამთა. ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო 5,000 პაციენტისთვის აუცილებელი თანამედროვე მედიკამენტი სოფოსბუირი საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა. შემოდგომიდან კი პროექტი აქტიურ ფაზაში შევა. წლის მანძილზე წინასწარი გათვლებით სახელმწიფო ჰეპატიტით დაავადებული 20,000 მოქალაქის მკურნალობას გეგმავს. მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია საქართველოს ყოველწლიურად 2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების წამალს საჩუქრად გადმოსცემს. შედახმებას ხელი დღეს მოეწერა. პროექტის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ახლა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო ისაუბრებს. საღამოშვიდობისა ბატონ დავით, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის, მადლობთ მოწვევისთვის. ბატონ დავით, როგორც გაირკვა უკვე უახლოეს დღეებში შემოვა სოფოსბუირის პირველი ნაკადი საქართველოში. მკურნალობას გაივლის 5,000 ადამიანი, ვისაც ეს გადაუდებლად ჭირდება. გაიარეს თუ არა ამ მოქალაქეებმა უკვე რეგისტრაცია, როგორ უნდა მოიქცენ ისინი ახლა? როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირველი 5,000 ადამიანი, რომელიც დაუყოვნებლივ ჩაერთვება ამ პროგრამაში, ჩართულობის კრიტერიუმი იქნება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაზე უფრო შორს წასული შემთხვევები, ვისაც აქვთ. მათ ნაწილს უკვე გავლილი აქვს დიაგნოსტიკა, ხოლო იმ ნაწილს, ვისაც არ აქვს გავლილი სამკურნალობის წინა გამოკვლევები, ჩვენ ამაში დავეხმარებით. მათ შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, იქ მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას, რა სახის კვლევები არის საჭირო, ჩვენ დაუფინანსებთ, თანადაფინანსებით ხარ შეამოუდგებით ყველა მათთაგანს, რომ დროულად ჩაიტარონ ეს დიაგნოსტიკა და დროულად მიიღონ მკურნალობა. ბატონ დავით, როგორ გაგრძელდება უკვე ამის შემდეგ, შემოდგომაზე დაიწყება აქტიური ფაზა, რა იქნება აუცილებელი მოქალაქეებისთვის, რა დოკუმენტაცია, ასევე ნებისმიერ რეგიონში შეეძლებათ მათ რომ მიმართონ კლინიკებს, იქნება თუ არა ეს კლინიკების ჩამონათვალი შეზღუდული თუ ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ მათ დიაგნოზის ჩატარება, დიაგნოსტიკის ჩატარება. რაც შეეხება დოკუმენტაციის ჩამონათვალს, აქ სტანდარტული ჩამონათვალი არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა ჯანმრთელობის შესახებ, ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 100 და ის სტანდარტული კვლევები, რაც ტარდება ხოლმე ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დროს. ამას ძალიან მარტივად განუმარტავენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხაზზე 1505, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება ბუკლეტები, საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ეს ყველაფერი. ჩართულობისთვის საჭირო დოკუმენტაცია ერთი და იგივე არის, როგორც აი ამ დაუყოვნებლივ ფაზაში, ასევე მოგვიანებით დიდი ელიმინაციის ფაზაში და ვარწმუნებ ამ დაავადების მქონე ადამიანებს, რომ უკვლებლივ ყველა და სამართლიანად ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ჩაწყობის გარეშე მიიღებენ მკურნალობას. პირველ რიგში ის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ეს. ბატონ დავით, იქნება თუ არა რაიმე შეზღუდვები უკვე ვადებზე, თუ მაგალითად პაციენტს აქვს თანხმობა მედიკამენტის მიღებაზე. რა ვადაში და ვის უნდა მიმართოს უკვე მედიკამენტის წამლების მისაღებად? ჩვეულებრივ იმისათვის, რომ პაციენტების ნაკადის ოპტიმალური მომსახურება უზრუნველყოთ, ჩვენ ვთხოვთ ხოლმე პაციენტებს, რომ ყველა დოკუმენტის შეგროვებიდან ერთი კვირის 7 დღის განმავლობაში მიმართონ ხოლმე შესაბამის უწყებას. რაც შეეხება კვლევის ჩატარების ხანდაზმულობას, სასურველია, რომ ეს არ იყოს 3 თვეზე უფრო ძველი კვლევა, რადგან 3 თვის განმავლობაში შეიძლება მცირედ, მაგრამ შეიცვალოს კლინიკური მდგომარეობა. ასე რომ აი დროის ფანჯრები, ასე ვთქვათ, ასეთი არის. ბატონ დავით, როგორი იქნება მონიტორინგი მედიკამენტების გაცემა მიღებაზე? ითვალისწინებს თუ არა ეს პროცესი რაიმე შეზღუდვებს? დიახ, მრავალი კომპონენტიდან, რომელიც შესრულებაც აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ ეს პროექტი სწორედ საქართველოში და არა სხვაგან განხორციელებულიყო, ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მაქსიმალურად დაცულები ყოფილიყავით ამ მედიკამენტის არალეგალური გადაყიდვისგან, რადგან საბაზრო ფასიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის 0 ღირებულება, ხოლო მისი, ასე ვთქვათ, საბაზრო ღირებულება არის ძალიან მაღალი. იმისათვის, რომ დაცულები ყოფილიყავით ამისაგან, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც პაციენტი პირველ აპს მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, მის თვალწინ გაიხსნება 5, რომელიც იქნება ერთთვის საკმარისი მარაგი, მე-14 დღეს 2 კვირის მერე ეს ადამიანი უნდა, ეს პაციენტი უნდა მოვიდეს ისევ აჩვენოს სპეციალურად, ასე ვთქვათ, ავტორიზებულ პერსონალს ის, რომ სწორედ ეს რაოდენობა არის დახარჯული, ჩაიტაროს ერთჯერადი ტესტი, რომელთაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მან მართლაც ჩაიტარა, ამისი გაკეთება შესაძლებელი არის
და შემდგომ ორ კვირასაც, ანუ ესეთი ორკვირიანი გადამოწმებებით იქნება ეს მკურნალობის კურსი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ამ კურსს დაარღვევს, აი ამ ნორმებს დაარღვევს, რამე ზომები გატარდება მის წინააღმდეგ, იგი დატოვებს პროგრამას თუ პირიქით გამკაცდება მასზე ზედამხედველობა? ჩვენ როდესაც ამაზე მუშაობდით და ვფიქრობდით, ვთვლიდით რომ გარკვეული ზომები მიღებული უნდა ყოფილიყო. პირველივე ნაბიჯზე ჩვენ ვერ გავწირეთ ჩვენი მოქალაქეები რომ მოგვეხსნა სახელმწიფო პროგრამიდან, ამიტომ დარღვევის შემთხვევაში ისინი გადავლენ უფრო მკაცრი ზედამხედველობის, კერძოდ ყოველდღიურად ისინი უნდა მოვიდნენ დაწესებულებაში და უშუალოდ ვიდეო კონტროლის ქვეშ მიიღონ ეს აბი და თან ხელზე ვეღარ გავატან შესაბამის რაოდენობას. ეს არის ესეთი რეალური პირობა. ბატონო დავით, პარალელურად და რა უნდა გააკეთონ პაციენტებმა იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი იყოს სრულყოფილი? საკუთრივ მედიკამენტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წყვეტს ვირუსის გამრავლებას. სხვა სიტყვებით, ინფექცია მათ ღვიძლს აღარ დაემუქრება, მაგრამ ღვიძლი, რომელიც ქსოვილიც ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს პერიოდი სხვადასხვა ადამიანისთვის განიცდიდა ესეთ დამანგრეველ ზემოქმედებას, საჭიროებს ძალიან ფაქის მოვლას. ამიტომ აუცილებელი პირობა პაციენტების მხრიდან არის ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არც მკურნალობამდე, არც მკურნალობის დროს და არც მკურნალობის შემდეგ კატეგორიულად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება და ის სტანდარტული დიეტური და ჯანსაღი ცხოვრების რეკომენდაციები, რასაც მათ მკურნალი ექიმი მიასწრის დეტალურად, მათ აუცილებლად უნდა დაიცვან. ბატონო დავით, როგორც ცნობილია, გარკვეული დაფინანსება შეეხება დიაგნოსტიკის კომპონენტს. 8%-ობით დაფინანსდება დიაგნოსტიკა. დიახ, თუ კი სამკურნალო კომპონენტში, როგორც მოგახსენეთ, პაციენტისთვის ნული ღირებულება იქნება, ისევე როგორც ხაზი მინდა გაუსვა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რადგან პროექტის ფარგლებში კომპანია გილეადი დიდი მადლობა მათ უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტს. დიაგნოსტიკის კომპონენტში ჩვენ შევძელით რომ ფასები შეგვემცირებია. ახლა გასაშვალოებული ფასი დიაგნოსტიკის არის 480 ლარი. სოციალურად დაუცველებისათვის ჯანდაცვის სამინისტრო გადაიხდის აი ამ 480 ლარის 70%-ს, ხოლო დანარჩენი 154 ლარი იმედია რომ ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაეხმარებიან, ან ეს ადამიანები შეძლებენ გარკვეულად ამ თანხის მობილიზებას, რადგანაც ამ ხელა მოცულობის მკურნალობისთვის ეს თანხა სავსებით მისაღები უნდა იყოს. თუმცა სოციალურად დაუცველებისთვის მე ვფიქრობ, რომ სრულად მოგვარდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება სხვა ყველა დანარჩენს, პირობითად რო ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება დიაგნოსტიკის ღირებულების 30%-ით, დანარჩენი თანხა დაახლოებით 300 ლარის ფარგლებში მათ თვითონ ექნებათ გადასახდელი. ბატონო დავით, როდესაც საუბარი იყო რომ ესეთ პროექტს საქართველოს მთავრობა აპირებდა, არ სახელდებოდა ფასი, რა ეღირებოდა მკურნალობა. დღეს გაირკვა რომ ის სრულიად უფასო არის. რა პირობის სანაცვლოდ გვაძლევს სოფოსბურის წარმოებელი კომპანია მედიკამენტ საქართველოს სრულიად უფასოდ? საქმე იმაშია, რომ პროექტის წარმატების საწინდარი და პროექტის კონსტრუქცია შედგება სამი მონაწილე მხარისაგან. ეს არის საქართველოს მთავრობა, კომპანია გილეადი, მწარმოებელი ამ მედიკამენტის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. შესაბამისად, ამ პროექტმა მიიღო ამ ერთწლიანი მოლაპარაკების დროს არა მხოლოდ იაფიანი, ან თქვათ ასე, უფასო წამლის მიწოდების პროექტი, არამედ დაავადების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის მოდელის შექმნა. ბევრი პირობა იყო იმისათვის დასაკმაყოფილებელი, რომ ეს სანიმუშო ქვეყანა საქართველოს გამختارიყო, რომლის გამოცდილებასაც გადაიღებდნენ სხვა ქვეყნები და იმდენად რამდენადაც ჰეპატიტი C არის გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა უკვე და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, რომ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გახდებოდა წარმატების საწინდარი სხვა ქვეყნებისათვის. ამ მოდელ ქვეყანას ჰქონდა უკაცრავად ბევრი მოთხოვნა, პირველ რიგში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, მთავრობის ძალიან ცალსახა мотиваცია იმაზე, რომ ჯანდაცვა ყოფილიყო მისი პრიორიტეტი, ადგილობრივი რესურსების, სამეცნიერო, კლინიკური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაღალი პოტენციალი და გამოცდილება, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო შიცის პროექტის მართვის ძალიან დიდი წარმატება და მთელი ამ პირობების ერთობლიობამ შექმნა ის მოცემულობა, რომ საქართველოს
ასე ვთქვათ, გაიმარჯვა ამ მოცემულობაში და გახდება და დღეიდან გახდა კიდევაც პირველი санიმუშო ქვეყანა, რომლის გამოცდილებასაც გაიზიარებენ სხვა ქვეყნები. ძალიან კარგია ბატონ დავით, გილოცავთ ამ წარმატებას პირველ რიგში. თქვენ ბატონ დავით, აქვე მინდა გკითხოთ მინისტრთა კაბინეტში დღეს ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით მაინტერესებს. თქვენ ხომ არ გქონიათ ინფორმაცია, რომ მინისტრი შავლიაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გეგმავდა პოსტის დატოვებას? ძალიან უხوار, მაგრამ ეს ინფორმაცია არ მქონია. ამის შესახებ მეც დღეს გავიგე პრესის საშუალებით. იმედი მაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვარებადი იქნება და ის, ასე ვთქვათ, გააგრძელებს წარმატებულ კარიერას იმ მიმართულებით, რაში ჩათვლის საჭიროდ. რაც შეეხება ჩვენს უკვე წარსულში თანამშრომლობას, მე მხოლოდ დადებით შემიძლია ვთქვა ამას. დასაგებია, ბატონ დავით, ისე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენს ყოფილ კოლეგას, როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა? სამწუხაროდ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. თქვენს ახალ კოლეგაზე რას ფიქრობთ? დღეს უკვე დასახელდა, რომ მინისტრის პოსტს ჯავახიშვილი დაიკავებს. რას ფიქრობთ ამ კანდიდატურაზე? ხოლო დადებით, იმიტომ რომ ბატონო დარს მე გარკვეული პერიოდია ვიცნობ, მასთან მხოლოდ პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა მქონია. აქამდე რაც საერთო საქმე მქონდა, საკითხი მქონდა მოსაგვარებელი, მე მასთან მხოლოდ ეფექტური მენეჯმენტის გარდა არაფერი არ მინახავს, ასე რომ იმედი მაქვს, რომ მისი პოზიციის ცვლილება მინისტრის მოადგილიდან მინისტრობამდე მხოლოდ გააუმჯობესებს ამ ურთიერთობას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ოფიციალურ დაწყებას. წარმატებებს გისურვებთ. დავით სერგეენკო, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საუბრობდა მომაბის პირდაპირ ეთერში. მთავარი გამოშვება დღეს ამით დასრულებულია. მე საუკეთესო სურვილებით, ხვალამდე გემშვიდობებით.